Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას სტუდია ნომერ 8-ს, რომელსაც მე ლიზა კვესელოვა ვუძღვები. დღეს ჩვენ გადაცემაში განსხვავებულ საკითხზე ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ბუნებრივია, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ობიექტივ ყოველთვის არის თავისუფალი ტრიბუნა იმ ადამიანებისთვის, მათ შორის ბიზნესმენებისთვის, რომლებიც უსამართლობას განიცდიან და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ გადაცემაში. ჩვენ დაგვიკავშირდა კომპანია ახა გრინსი, გთხოვა საეთერო დრო და დღეს სწორედ მათ წარმომადგენელთან ერთად იურისტთან იოსებ ხარატიშვილთან ერთად ვისაუბრებთ თუ რაში მდგომარეობს ამ კომპანიის პრობლემა და რა სახის ხელი შეშლას აქვს სამუშაო პროცესში ადგილი. ერთი ბუნებრივია ჩემს მხრივ ვიტყვი იმას რომ ჩვენ ვსაუბრობთ დმანისის რაიონში სოფელ ახაში სასტუმროების კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობდა, რომელიც უეცარ გაერმოებაში გაჩერდა მოკლედ კომპლექსის მშენებლობა და საინტერესოა რა აფერხებს ამ პროცესს და რაში მდგომარეობს პრობლემა. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო იოსებ, მადლობა იმისთვის რომ გვესტუმრეთ გადაცემაში და ბუნებრივია ჩვენ გითმობთ საეთერო დროს. რაში მდგომარეობს პრობლემა რომ გითხრათ? გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, გილოცავთ დამდეგს პირველ რიგში. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, გაჩერდა მშენებლობა დმანისის რაიონის სოფელი ახა, ეს არის ფაქტობრივად ალბათ მეტი მსმენელისთვის უცნობი ადგილი, მაგრამ დღესდღეობით უკვე ნაცნობი. არის კომპანია ახა გრინსი, მათი დამფუძნებელი თავის ინვესტორით, რომელსაც გადაწყვიტა ეს რაიონი ისევ გაეხადა ისეთ რაიონებს, სადაც ტურისტების ნაკადი არ შეწყდებოდა, არამედ თუ ჩვენი ქართველი მოსახლეობის, რომელიც მიეჩვია კახეთის მხარეს სასტუმროების წასვლას, უკვე აქეთ მხარეს შეიძლებოდა წასვლა, ასევე საზღვარგარეთიდან. ეს იყო საკმაოდ დიდი კომპლექსი, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, როგორც შენობას, ისე კოტეჯების სტილის, დიდი რესტორნით და საოცარი სილამაზის ბუნებით. მაგრამ კომპანიას დაწყების დღიდან ესეთი წვრილი შეფერხებები ჰქონდა, რასაც როგორც კომპანია მე განმიმარტავს, ამას შემთხვევითობას მიაწერდნენ, თუმცა დღესდღეობით კომპანიას გახდა საჭირო თქვენთვის მოემართა, რათა საზოგადოების ყურამდე მეტი წილი დმანისის რაიონის მაცხოვრებლების, იმიტომ რომ მუშახელი უშუალოდ იქაური უნდა ყოფილიყო, პროდუქციაც იქაური უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ კომპანიას თავის განშტოებებია. ეს არის ბიზნესზე და ინვესტიციაზე ხელი შეშლის მცდელობა და მოქმედება. ესე აღიქვავს კომპანია და ესე ვხედავთ, რომ ეს არის მიზანმიმართული, იცით რა, ფარული, ქმედითი და არაქმედითი აქციები, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კომპანიის მშენებლობას ხელს უშლის და შეუშალა კიდევაც როგორც ხედავთ. აი, რა სახის გარემოება შეიძლება არსებობდეს, რაზე გაქვთ ეჭვი, რომელიც იქნება, ვთქვათ, აი ამ ყველაფრის უკან, რა აფერხებს ამ პროცესს, ხომ არის რაღაც მიზეზი, რის გამოდაც გადაწყვიტეთ, რომ შეგეჩერებინეთ პროცესი. მე ვიცი, რომ ეს არ არის დაკავშირებული ფინანსურ პრობლემებთან, ეს არ არის ფინანსური კრიზისი, აქ საუბარია იმაზე, რომ პერსონალურად, მიზანმიმართულად ხორციელდება, ვთქვათ, რაღაც სახის ზეწოლა, რომლის შედეგადაც იძულებულები გახდით, რომ შეგეჩერებინათ პროცესი. დიახ, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არ არის დაკავშირებული არანაირ ფინანსურ ვარდნასთან, არანაირ შეფერხებასთან. ეს არის უშუალოდ გამოწვეული კონკრეტული, როგორც კომპანია განმარტავს, კონკრეტული ქმედებები იწვევს შეჩერებას კომპანიის მშენებლობის, მაგალითად, სისტემატიურად კომპანიას ძნელია ძალიან ჩაიყვანო მუშების დიდი ნაკადი რაოდენობა, მის უნდა დარჩეს იმუშაოს. მერე უსფათ ყველა გარბის, მერე ისევ გიწევს ჩაყვანა, ეს საკმაოდ ძნელი მოქმედება იყო. შემთხვევითობას აბრალებდა კომპანია მას, თუმცა თქვენ უნდა გქონდეთ სიუჟეტი, ერთ-ერთმა მუშამ განმარტა, რომ ეს არ ხდებოდა ისე რომ მიდიოდნენ, იმიტომ რომ ხელფასი ხდებოდა თეთრი თეთრში, სამუშაო კეთდებოდა თავის შესვენებებით ყველა პირობის დაცვის რომის კოდექსის. ანუ იდეალური პირობა იყო ნებისმიერი მუშისთვის. თურმე ის არ იცოდა კომპანიამ, რომ მუშებზე ხდებოდა ზეწოლას არ ჰქონდა აგრესიული ხასიათი, მაგრამ როგორც ერთ-ერთი მუშა განმარტავდა, სისტემატიურად გვაჩერებდა პოლიციის თანამშრომელი, რომ იცოდეთ დმანისის რაიონის სოფელ ახას ემსახურება ესეთი განყოფილება არის გომარეთის განყოფილებას ეძახიან, ეს არის პატარა განყოფილება და ეძახდნენ რომ იქიდან თანამშრომელი ვარო, ვიღაცა გვეუბნება, სისტემატიურად ხდება ჩვენი გაჩერება, საბუთების გადამოწმება ეს უკვე დამღლელია, მაგრამ ამასთან ერთად გაირკვა როგორც ხელმძღვანელობა ბრძანებს, რომ ლაპარაკი მიდიოდა იმაზე, რომ თქვენ მაგ ნუ მუშაობთ, მაგ არ მოგცემენ ხელფასს, თქვენ მალე ტყილა იმუშავებთ და ნუ ელოდებით ტყილა თანხებს, ეს იყო დეზინფორმაცია, რაზეც უკვე მუშები გარბოდნენ და მიდიოდნენ და ჩვენ ახლა ცოტა ხანში ვნახავთ კადრებს, უშუალოდ მშენებლობის პროცესი რა მდგომარეობაშია, როგორ მიმდინარეობს მშენებლობა და შემდეგ სინქრონსაც მოვისმენთ ამ ადამიანების ძალიან საინტერესოა
მიღწევა, ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რატო ვერ ხერხდება ის, რომ თქვათ სხვა ბრიგადა მოვიდეს მშენებლობის და მე კი ვიცი შეიძლება ეს როგორ ხდება ამის შეჩერება, თუმცა თქვენ კიდევ ერთხელ რომ დააკონკრეტოთ, ესე იგი თქვენ გქონდათ მცდელობა რამდენჯერმე რომ შეგეცვალათ, თქვათ ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, სამუშაო ბრიგადა, ასე ვთქვათ, მეგრე წოდებული და აი ხელახლა მიიღეთ იგივე მოცემულობა. დაახლოებით 8-9 ბრიგადა გვყავდა, რომელიც გაიქცა და საქართველოში როცა აღარ მოიძებნებოდა მაგ არ არის იოლი მუშაობა მანის რაიონში და მაგ პირობებში მომუშავე ხალხი ჩამოვიყვანეთ საზღვარგარეთთან და ანალოგიური სურათი მივიღეთ მაგაც. შესაბამისად ეს არ იყო რომ ჩვენ ვერ ვიშოვეთ. ჩვენ ვიშოვეთ, მაგრამ რესურსი ამოიწურა ფიზიკურად და უკვე მოგვიწია ინდივიდუალური მუშების მოყვანა, მოიწია კომპანიის ხელმძღვანელობას და დირექტორს. ეს რა თქმა უნდა დიდი ხარჯებთანაც არის ალბათ დაკავშირებული, როდესაც 5ჯერ და 10ჯერ იცვლი ბრიგადას. ეს იყო ძალიან დიდი დანახარჯები, დანაკარგი თანხის, ერთი აშენებს თავისებურად, მეორე აქ მასალასაც ეს იყო მაქსიმალურად დარტყმა კომპანიისთვის. შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერც კი მიხვდეს რაში მდგომარეობს პრობლემა, მაგრამ როდესაც დმანიში ქართველი ბიზნესმენი აკეთებს ბიზნესს და ამ ყველაფერს უშლი ხელს, ეს ძალიან ცუდია, არ ვიცი შეიძლება ეხა ვინ იყოს ამ ყველაფრის უკან და ვის ინტერესები იყოს, თუმცა ფაქტია რომ ეს არის ინვესტიცია, ეს არის ბიზნესი, ეს არის ქართველის მიერ წამოწყებული მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით რომ უცხოეთიდან ჩამოდიან თავისუფლად ვთქვათ ინვესტორები, ჩვეულებრივად აბანდებენ თავს და მათ არანაირი პრობლემა არ აქვს, უხეშად რო თქვა ჟარგონულად გამწვანებულია. აქ ქართველი აკეთებს ბიზნესს, რომელმაც დმანისელი ადამიანების იქ ადგილზე მცხოვრები ადამიანების დასაქმება უნდა გამოიწვიოს, მეტი სამუშაო ადგილი და კეთილდღეობა უნდა მოიტანოს ადამიანების და ამ ყველაფერს უშლიან ხელს. აი ამაზეა საუბარი, პრობლემა რომ კარგად ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას. დიახ, აქ ლაპარაკია აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენას ვქვით და ამას დავამატებ რომ უცხოური თანხის შემოზიდვა და ეკონომიკურ ბიუჯეტში წამოსვლასაც კი უკადაგებდა, იმიტომ რომ ყველა არა დამერწმუნეთ ნებისმიერი ტურისტი აქ წამოსვლელი იქ ისეთი ბუნებაა, აღნიშნული სასტუმროს არსებობის შემთხვევაში შეუძლებლად წავიდოდა იქ. ეს არის კიდე თანხები დამატებით საქართველოს ბიუჯეტში და ასე შემდეგ. მაგრამ კიდე ერთხელ განმეორდები და რომ გაიგოს უფრო ჩვენმა მსმენელმა, აქ ლაპარაკი არის შემდგომ უკვე კომპანიის ხელმძღვანელობამ თქვა რომ მათი ეჭვები დასტურდებოდა ფაქტებით და თქვეს რომ პოლიცია რომელიც ეს მინდა კარგად განვასხვაოთ რომ ჩვენ არ საუბრობთ პოლიციაზე, აბსოლუტურად არა, პოლიცია თავის საქმეს აკეთებს, მის მიმართ პრეტენზია არანაირი, უბრალოდ გომარეთის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელი კომპანია, როგორც ხელმძღვანელობა განმარტავს, არის ბატონი სოსო აბრამიშვილი და კომპანია თვლის რომ მისი ქმედება და უმოქმედობა იწვევს ამ ყველაფერს. ესე იგი ეს არის გულგრილობა მისი მხრიდან გამოჩენილი, როდესაც არ ერევა ასეთი ტიპის, ვთქვათ, საქმეში, როდესაც მას უშუალოდ ეხება ეს მისი კომპეტენცია, როდესაც მიმართავენ დახმარება აღმოუჩინოს. კი ბატონო, აი გეტყვის მაგალითად არაერთჯერ საყვედური წამოსულა რატომ დარეკეთ 112-ში თუ რამე პრობლემა ხდებოდა, რომ რეკავდნენ, რომ გთხოვთ რეაგირებას, იძახდნენ, რომ არ არის იქ როგორ არის დმანის რაიონში, მაგალითად ისე გადაუხო გვერდზე ლანდშაფტი დაახლოებით $27,000 ზარალი მიიღო, მაშინ როცა იმ ადგილას შევიდა საქონელი. ეხლა ბოდის ვიხდი ამ ესეთი გადასვლისთვის, თუმცა საქონელს ყავს პატრონი. თავისთავად კომპანიამ მიმართა იქ პოლიციას, რომ გვიშველეთ გვაპოვნინეთ პატრონი ვინ არის. პოლიცია იძახის რომ პატრონი არ არის და ამ წუთში არ ყვევენ რომ იმავდროულად პატრონი იქ იდგა და უყურებდა როგორ ხდებოდა აღნიშნული მოძრაობა და აქტივობა იმ მის ურისსაქონელი რა დღეში წაგდებდა იქაურობას. ამის სრული ფაქტები აქვთ. აქედან წამოვიდა ის რომ აღნიშნული პიროვნება რატომღაც იცით როგორ არის ნებისმიერი კიდევ ერთი შემთხვევა იყო ნებისმიერი პიროვნება ვიც მიდრეკილია კანონის დარღვევისკენ ან თაღლითობა უნდა ან ფულის შოვნა უნდა ესე რომ ვთქვათ იოლად და ხედავს რომ რაღაცა დიდი იწყება სადმე თავისთავად ყველა ცდილობს მოსინჯოს ჩაუვა თუ არა ფეხი რაღაცას წამოიღებს თუ არა იქიდან ჩვენ მქონდა ძალიან მიზერული თანხისებრი ამ კომპანიასთან მიმართებაში თანაფარდობაში ვიძახი შემთხვევა რაღაც ალუმინის ქვაბი შეუკვეთეს თუმცა ამ ქვაბის თანხის გამორთმევა კომპანიის ხელმძღვანელისთვის მოხდა ეს ჟარგონულად შესრულებას რო იტყვიან და კანონის ენაზე თაღლითობად ეს იყო სუბთა სისხლის თაღლითობა პირადად მე დავწერი აღნიშნულზე განცხადება მაგრამ აქაც განყოფილებაში
წესით პასუხისაგებად შესული პირი შევიდა და გამოვიდა განათლებული იმით, რომ ეს იყო სამოქალაქო დავა და ჩვენ მას ვერაფერს ვერ უზავდით. აქაც პოლიციის ხელმძღვანელმა გაგვცა პასუხი, რომ ეს არის სამოქალაქო დავა და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ. მოგვიწიათ მანისის მთავარ სამმართველოში მისვლა კომპანიის ხელმძღვანელს მოუწია უпростоრეთ. იქ უკვე თავის ფაქტებით დამტკიცება, რომ ეს იყო ესე და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხვდებით ხომ, ძნელია ეხა სამმართველოს უფროსმა გაიგოს რა ხდება პატარა რაიონში. მას უნდა მიაწოდოს ეს. ხედავთ პირდაპირ ეთერში კადრებს, თუ რაზე ვსაუბრობთ, მოვახერხეთ რომ გაგვეშვა ეს კადრები და სწორედ ამ კომპლექსზეა საუბარი, რომელსაც ახლა ჩვენ კადრებში ვხედავთ. თებში ჩაფლული ულამაზესი ბუნებით ადგილი, სადაც აი ესეთი კოტეჯების სტილის სასტუმროები, რაც ლოპოტაზე ხდება, ოღონდ ლოპოტა უკვე განვითარებულია და ეს ახლა იწყებს. სასტუმროს მშენებლობა. ეს არის ცალ-ცალკე მდგომი კოტეჯები, სასტუმროები. აი, კიდე კოტეჯების სტილის ესე ჩალაგებული. ესე იგი, ვხედავთ, რომ რაღაც დონეზე უკვე სამუშაოები შესრულებულია. ეს ტერიტორიის გარშემო ლანდშაფტი არის, სულ ძალიან ძვირფასი ხეები იქნა განადგურებული და ეს არ იყო ლაპარაკი თანხას, ეს კომპანიას თავის ქარხანა აქვს და ყველაფერს აკეთებს თავისას, ხვდებით, იქ ამუშავებს მუშას, იქაური მიწა, იქაური ყველაფერი, რომ არაფერი არ იყო სხვა. მეცაც გეტყვით, კომპანიას თავის სასაქონლო მეურნეობა აქვს, გეცეო, რომელიც ეწევა საქონელი ყავთ, ეს უნდა რომ მოქალაქეებს მიაწოდოს, ვინც იცხოვრებს იქ, ნატურალური პროდუქტი, მაქაც ქონდა შემთხვევას ადგილი და მე აქ თქვენ ამ სიუჟეტსაც ალბათ გაუშვებთ, არის მოწმე პიროვნება, სადაც მიმართეს პოლიციას და უпростоრეთ მიმართეს დასახელებულ პიროვნებას, ვინც დავასახელე და მან საქმე თავისი სურვილით გადაწყვიტა. წაართვა კომპანია გეცეოს სამი ხბო და ამით დახურა საქმე. რაღაც მეგონი სადღაც სხვაგან გადავედით, წართმევა და წარება. კი, მესმის ახლა ჩვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ხედავთ რამხელა საქმეა გაკეთებული. შეჩერებულია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. იქ ადამიანები თუ რას ამბობენ და რას ყვებიან, აი სინქრონიც მინდა რომ მოვისმინოთ ახლა და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ. ეს არის მოცეკვავე შადრევანი და ულამაზესი. აქ იმხელა არ ჩანს რეალურად რაც არის იქ. კი ბატონო. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ გულგრილობაზე, რომელიც სამართალდამცავი პირების მიერ არის გამოჩენილი, ასეთ შემთხვევაში, როდესაც თქვენ სამართალდამცავი, როგორც კომპანია იძახის. ერთ პიროვნებაზეა საუბარი. კონკრეტულად ერთი პიროვნების დაინტერესება. თვითონ ეს მინდა კარგად აი დელფინებზე საუბრობდით თუ გახსოვთ. ეს მინდა კარგად გავუყოთ, რომ საზოგადოებამ გაიგოს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პრეტენზია არ აქვს კომპანიას პირიქით. ეს არის კონკრეტულ პირზე საუბარი, ნუ პირი მუშაობს იქ უბრალოდ თორე. არის კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარი. გასაგებია, მოდით ვნახოთ თან ახლა უკვე სინქრონი და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. რამოდენიმეჯერ გამაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა დამისვეს კითხვები, რომ ვინ ხარ, რას აკეთებ აქ, გადამოწმების მიზნით გამომკითხეს ვინაობა, რომელიც თითქმის ყოველდღიურად მეორდებოდა. რამოდენიმეჯერ მაჩერებდა იგივე პასუხს ვსწევდი ყოველთვის. მე რა ვკითხე, რომ რატომ დაინტერესდით, ან რით ვერ მიცანით უკვე, რომ ამდენი ხანია ობიექტზე მოძრაობ. რითაც ხელი მეშლება მე. და ამის შემდეგ ჩავაყენე ხელმძღვანელობა საქმის ყურში. ის გამოც ხშირად მაჩერებდნენ და ხელი რომ მეშლებოდა ამ შრომა საქმიანობაში, დროში ვეღარ ვეტევოდი ვადებში. და ამის გამო გავხდი იძულებული, რომ უნდა დავენებებინა თავი და წავსულიყო. არ მინახავს არასდროს შენებლობაზე, რომ პოლიცია ამით ყოფილიყო დაინტერესებული. ამ ხშირი გადამოწმებით და ამის გამო ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის ყურში, რომ ვადებში ვეღარ ვეტევოდი, ხელი მეშლებოდა და ვაპირებდი უკვე ობიექტიდან წასვლას. სოსო აბრამიშვილი დამაბრალა ერთ ხბოს მოფარვა. და იმის მაგირა წაართვეს სამი ცალი, ორი ხბო ერთი პუღა. რათა ჩემიცა მოფარული არ იყო, რაც უნდა მივცემთ სამი ცალი. სურათი თვითონ გადავიდა, აიღო, მე არ ვიცი, ას ფერმაში არავინ არ იყო. თვითონ მივიდნენ, სურათი გადაიღო, მე პოლიციასთან გადავიდნენ, ჩემი ხბო მოიფარა. ხბო როგორ მოვიდა, მეც არ ვიცი. არც მეც ამ კაცს არ მინახე ფერმაში რომ მოვიდა. უპატრონოთ ფერმაში, მაინც როგორ უნდა ესენი შევიდნენ, სურათი გადამოიღებენ. პატარა ბავშვი ვინ არის? პატარა ბავშვი ჩემი ვინ არის?
მიდის ფერმაში. მერე პოლიცია მოვიდა, მითხრა შენ უნდა მომცეს მაგასა. 1-2 ხუბო, ერთიცა 2 წლიანი ბუღა მივეცი 3 წელი, რა თუ უნდა მივცებთ? ზარალია ჯარმა, რა თუ უნდა მივცეთ ჯარმას. მითხრა შენ უნდა გასწულებლად მოვცემს. მე ვთხარი რათა, ეხლა ვერ არჩიე, ვერაფერი ვერ გავაკეთე. ესე იგი, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თავისუფალია ბიზნესი, მან უნდა აკეთოს თავისი საქმე, ინვესტიციები განახორციელოს საქართველოში ადამიანები დასაქმდნენ, ხედავთ, რომ მათ აქვთ ძალიან სერიოზული პრობლემები ასეთი სახის. ნუ, კონკრეტულ ადამიანებს ახლა ეს ყველას არ ეხება ალბათ, ძალიან ბევრს მწვანე აქვს ანთებული, როგორც ჟარგონით რო ვთქვა და ამ შემთხვევაში ვხედავთ, როგორ ხდება ხელის შეშლა. და უნდა დავაკონკრეტოთ აუცილებლად, რომ არსებობს ყველანაირი ნებართვა, რომ აქ აშენდეს ეს სასტუმრო და ხელოვნურად ხდება ხელის შეშლა კიდევ ერთხელ რომ დავკავშირო. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ თითო აგური მიწა დარტყმული ბარი თუ რა ეს ნებისმიერი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველა კანონის დაცვით დოკუმენტის შედგენილი ნებართვები ამას დიდი დროს მანძილზე კომპანია აკეთებდა გავლილი იქნა ყველა პუნქტი რაც უნდა დაგვეცვა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მშენებლობა. აქ ხელის შემშლელი ფაქტორი ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ეს როგორც კომპანია ხედავს, ვერ ხვდება მიზეზს, მაგრამ ვერ ხვდება იმასაც თუ რა უნდა ადამიანს, რატო ხდება ეს, თუმცა რომ ხდება ფაქტია, ამას მარტო კომპანია არ იძახის, პირადად უშუალო შემსწრეპირები იძახიან, მე ვთქვი ფაქტი, რომელზეც უშუალოდ მე მქონდა მიმართული, ლაპარაკი არ მაქვს კომპანიის ხელმძღვანელის თანდასწრებით, ხელმძღვანელის მითითებით ნაკურდალი კომპანიაში ტერიტორიაზე მუშებმა მოიპარეს ძვირადღირებული ტექნიკა და მანქანაში მიუთითა კონკრეტულ მანქანას იქ მდგომს აგდევს მოპარული ნივთებიო, იქ იდგა პოლიციის უფროსი, ხსენებული პიროვნება, რომელსაც განაცხადა, რომ აღნიშნული მანქანის შრეკის უფლება არ მაქვს, თუმცა ახლა ყველა ვიცით, რომ პოლიციელს როცა მითითებულია დანაშაულის იარაღის არსებობის შესახებ უფლება გადაუდებელი ჭრეკა ჩაატაროს და შემდგომ დააკანონოს ამაზე ყველა დამეთანხმება იურისტები ვინც არიან, ამაზე გაოცებულმა ხელმძღვანელობამ რას ქვია უფლება არ გაქვს გააჩერო გეუნები ნაკურდალი აქო მოუწიათ ისევ თვანიში წასვლა იქაური ხელმძღვანელებისთვის მიმართვა შემდგომ მართლა მანქანა მოყვანილი იქნა და ნაკურდალი ნივთები იქნა დაბუნებული უმოქმედობით და მე რო ქვაბზე მოვყევი წინა ისტორია აქ ერთი რამეა მე თავისივე დავიწყე რომ არსებობენ პირები ვინც ცდილობენ კონკრეტული თანხები იქნებ რაღაცნაირად იოლი გზით უკანონში იშოვონ როცა იციან რომ ობიექტი კანონით არ არის დასული ეს არის მწვანე შუქი ნებისმიერი თაღლითისთვის და მომპარავისთვის. მივიდეს და იქ შეეცადოს რაღაცნაირად გამოსტყოს თანხა, იცის რომ იქ პიროვნებები არ ისჯებიან. ამ ქმედებით ჩვენ თვლით და მე ამ შემთხვევაში ვეთანხმები, რომ მწვანე შუქი იყო ანთებული ყველა პირისთვის, ვისაც უნდა იოლად ფული იშოვოს, ჩამოდით ამ კომპანიაში ახაგრინში და თუ ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ყოველ შემთხვევაში კანონი არ დაგჭირთ. ეს მონაცემი იყო დახაზული და ამიტომ გვინდა საზოგადოებას ეს ყველაფერი გავაგებინოთ, რომ ჩვენ გავჩერდით იმის გამო, რომ ქმედებები აზიანებდა ინვესტორს, აზიანებდა კომპანიის ხელმძღვანელობას, აზიანებდა იქაურობას, იმიტომ რომ მშენებლობებია დაწყებული თხილებია, გაუვალი მდგომარეობა. და ბუნებრივია ახლა ვერ დაავალდებულებ ვერც ერთ იქ მომუშავე ადამიანს უხეშად რო ვთქვათ, ანუ იმ ადამიანს ვინც იქ აშენებს, რომ კონდეს გამბედაობა, რომ მუდმივად პოლიციელს უმტკიცოს, რომ იმ არაფერს არაკანონიერს არაკეთებს და მას ევალება ეს და ანუ ამას ხო სჭირდება რაღაცნაირად ძალიან მარტივია ასეთ დროს დაშინდნენ მუშები და წავიდნენ ადგილიდან და აქედან გამომდინარე ხომ ეს ძალიან მიუღებელია ასეთი საქციელი მე მესმის ამ ადამიანების ძალიან კარგად და კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ რომ ეს არ არის დაკავშირებული არანაირ ფინანსურ პრობლემასთან ანუ რა ვიცი რაიმე კრიზისთან არანაირ ფინანსურთან არანაირი შეფერხებასთან მზად არის ინვესტორი, მზად არის ფინანსები, ადგილზეა ყველაფერი, დოკუმენტები როგორც აღნიშნე კანონის წესით არის ყველა მოპოვებული და აღნიშნულ საქმეზეც ჩვენ კანონის ჩარჩოს ვიცავთ. უბრალოდ თქვენთან გვინდოდა რომ მთელ საზოგადოებას გაეგო ჩვენი ხმა, თორე ჩვენ დაწყებული გვაქვს განცხადებებით გენერალურ პროკურატურაში საინტერესო ნაწილია მოგვიყევით ამაზე, ანუ რა სახის ასე ვთქვათ, ბერკეტებით მოქმედებთ. აბსოლუტურად ყველა
ქმედებაზე, რომელიც იქნა ჩვენს მიერ მიღებული, როგორც ჩვენი კანონის და უფლების დარღვევა და ამაზე რეაგირება ვერ მივიღეთ. აბსოლუტურად ყველაფერზე არის განცხადება დაწერილი. ერთ შემთხვევაში დმანის რაიონის გამომძიებლისგან საყვედურიც კი მივიღე, რომ ბატონო იოსებ, თქვენ რაც დაწერეთ, მე უკვე გაკეთებული მაქვს, დროშიაცდა ჩემი წერილი და მისი ქმედება. იმან გააკეთა იმ პერიოდში, როცა წერილი უკვე გზაში იყო. რაჯის მადლობა და ბოდიში მოუხადე, თუმცა ცენტრალური და დასაყრდენი ფუნდამენტი რაც იყო კომპანიის ხელმძღვანელობისთვის და იმედი პოლიციის უწევს სიარული დმანისის სამმართველოში და თხოვნა და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან განყოფილების უფროსის მხრიდან ხდება, როგორც კომპანია განმართავს სრული ქმედითი და არაქმედითი წერტილოვანი ესეთი დარტყმები, რამაც გააჩერა კომპანია. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ეს საყურადღებო საკითხია ნამდვილად, ამას უნდა მიიქცეს ხელისუფლების მხრიდან, ადგილობრივ ხელისუფლებას უგულისხმობ ყურადღება, იმიტომ რომ აქ საქმე გვაქვს უკვე გულგრილობასთან, როდესაც თქვენ მიმართავთ და სამართალდამცავი, ვთქვათ, თქვენს დაცვას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში თქვენს დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, ეს არის, კი ბატონო, ეს არის პირდაპირ გულგრილობა თქვენს მიმართ. მე გისურვებთ წარმატებებს და მადლობას გიხდით. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაცემის შემდეგ ალბათ დაინტერესდებიან ამ პრობლემით და ბუნებრივია გისურვებთ, რომ მალე შეძლოთ და განაახლოთ უკვე სამუშაო პროცესი. ძალიან დიდი მადლობა, ვიმედოვნებთ ჩვენს მადლობა. კი ბატონო, მე მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს შეგახსენებთ, იოსებ ხარატიშვილს უსმენდით თქვენ, რომელიც გადაცემაში მოვიწვიეთ იმისთვის, რომ მიგვეცა საშუალება გვესაუბრა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელთაც თქვენ იცით და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, დმანისის რაიონში სოფელ ახაში შეჩერებულია სასტუმროების კომპლექსის მშენებლობა და მათ მოითხოვეს ჩვენი საეთერო დრო იმისთვის, რომ ესაუბროთ საკუთარ პრობლემაზე. მადლობა, რომ გვიყურეთ, არ გადართოთ გადაცემის მეორე ნაწილით დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ვივარგე? ვი იყო რა. შენ კარგი იყავ. უცავ დამდეგშობა ახალწელს. ელგუჯა ამაშუკელი, გამოჩენილი ქართველი ხელოვანი, მხატვარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი. ელგუჯა ამაშუკელმა ძველი ქართული ლეგენდების, მითოლოგიური და ფოლკლორული სახეებისაგან ახალი სიმბოლოები შექმნა და ისინი ქანდაკებებად აქცია. ელგუჯა ამაშუკელის ქმნილებები, ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, ვეფხი და მოყმე, დედაენის ძეგლი და მეზღვაურთა მემორიალი დღემდე ამშვენებს საქართველოს არაერთ ქალაქს. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში. ელგუჯა ამაშუკელი ავტორია წიგნებისა, წერილები ხელოვნებაზე, მეექვსე გრძნობა, დრო და შემომქმედი. ელგუჯა ამაშუკელი კემბრიჯის ბიოგრაფიათა ცენტრის ნუსხაშია შეტანილი. ელგუჯა ამაშუკელი დაჯილდოებულია 5 სახელმწიფო პრემიით. იგი გახლდათ ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ხვაწლმოსილი ხელოვანი 1991 წელს არჩეულ იქნა თბილისის საპატიო მოქალაქედ. ელგუჯა ამაშუკელი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდობის პანთეონში. ქართული ხელოვნების ფენომენი, მედია კავშირი, ობიექტივი. ქართული პოეზია სასწაულია, ისეთივე სასწაული, როგორც ქართული ენა. ჩვენ მივეცით კაცობრიობას რუსთაველი, რუსთაველი, რომელიც უკიდეგანო სიბრძნეა. ჩვენ მივეცით კაცობრიობას ვაჟა-ფშაველა, ვაჟა, რომელიც ანკარა წყაროა ზნეობისა. და ჩვენ მივეცით კაცობრიობას გალაქტიონი, გალაქტიონი, რომელიც კოცონია გზნობებისა, ზეცამდე აღწეული კოცონი. აი ამ სამ სვეტზე დგას ქართული პოეზია. მაგრამ ამ სამ სვეტს შორის უამრავი ვარსკვლავი. მინდა თვალოს, ზღვაში ქვიშა დაანცაზე ვარსკვლავები. აკაკი, ილია, გურამიშვილი, ანდა ხალხური პოეზია, ვეფხის და მოყმის ბალადა. ტატო რადღებს მარტო ბარათაშვილი, ან პაულო იაშვილი, ან მუხრან მაჭავარი. პოეზია ღვთიური სამეტყველო ენა. სწორედ ამ ენაზე ქმნიდა ქართველი კაცი განუმეორებელ ქართულ კულტურას.
მერაბ კოსტავა სიტყვა წარმოთქმული 1989 წლის 9 აპრილს. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლის ღვრაში პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარსდგა ქართველიერი ღვთის წინაშე. ჩვენ გავიმარჯვებთ, მართალია ეს ნაბიჯი არის საფრთხით ახსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. მერაბ კოსტავა ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო, მედია კავშირი ობიექტივი. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენ ამ გადაცემის ამ ნაწილში შევაჯამებთ 2024 წელს და პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვიტყოდი პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი ირმა ცხორაკაული გსტუმრობს, მოგესალმებით ქალბატონო ირმა. 2024 წელი მინდა შევაჯამოთ და თქვენი შეფასება მოვისმინოთ, რა ხდებოდა მთელი ამ წლის განმავლობაში და როგორ ვასრულებთ წელს. მოგესალმებით ლიზა, მევესალმებით ჩვენს ტელემაყურებელსა თუ რადიო მსმენელს. იცით რა, მე ვფიქრობ, ახლა საკმარი დრო არ გვექნება ჩვენ იმისათვის, რომ პუნქტობრივად ჩამოვყვეთ თუ რა მივიღეთ. მე მინდა მხოლოდ ზოგადი სურათი დავხატო ახლა იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სუფევს. პირველ რიგში ლიზა, მინდა ვთქვა ის, რომ 2024 წლის ბოლოსთვის თავისი ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში 12 წლის ბოლოსთვის ქართულმა ოცნებამ მოახერხა და სრულად გააცოცხლა ნაციონალური მოძრაობები, ასე ვთქვათ, გააცოცხლა კი არა, მეტიც მათ უკვე პრეტენზია აქვთ, რომ არჩევნებში გამარჯვებულები არიან და სახელისუფლებო პარტიები არიან და ხელისუფლებაში უნდა იყვნენ უკვე. მეორე ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სრული პოლარიზება მოხდა საზოგადოების და სრული დახლეჩვა და ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ ხელისუფლების ბრალია, თავისი სხვადასხვა გაუთვითცნობიერებელი თუ გათვითცნობიერებული ნაბიჯებიდან გამომდინარე. მესამე ის, რომ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოება დგას სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე და ეს ჩვენი ქვეყნისთვის კრახი კი არა, სრულად დამღუპველია. მეოთხე ის, რომ ქვეყანაში საოცრება ხდება და ორი პრეზიდენტი ყვავს. მეხუთე ის და ძალიან მნიშვნელოვანი, ნუ დაგვავიწყდება, რომ პოლიტიკის მიღმა ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და სწორედ დღეს შევიტყვე იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ დაადგინა სამომხმარებლო კალათა, ანუ თვის განმავლობაში ადამიანის სამომხმარებლო კალათი უდრის 262 ლარს და 40 თეთრს. ანუ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს და ისულდგმულოს 262 ლარით და 40 თეთრით. ანუ ჩვენს ტელემაყურებლებს რომ შევახსენო, რას ნიშნავს ეს სამომხმარებლო კალათა? ყოველთვის ხელისუფლება ყოველ წელს ადგენს აი ამ მინიმუმ სამომხმარებლო მინიმუმს, რომლის მიხედვითაც მერე განისაზღვრება იქ პენსიები იქნება თუ სხვადასხვა სოციალური დახმარებები. ანუ ქართული ოცნება თვლის, რომ 262 ლარი და 40 თეთრი სრულად საკმარისია. თუმცა ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან გაეზარდათ ხელფასები თვითონ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენს დეპუტატებს, ძალიან გაეზარდათ ხელფასები და ეს ახალ ბიუჯეტშია გაწერილი ყველა სახელისუფლებო ჩინოვნიკს, მაშინ როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ წინა წელთან მიმართებაში ამ სამომხმარებლო კალათს დაამატა მხოლოდ 10 ლარი. ანუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ 10 ლარი ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა დამატებოდა მხოლოდ შარშანდელთან შედარებით წელს აი ამ სამომხმარებლო კალათს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არათვითცნობიერებს და არ აღიარებს იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ფასებია მომატებული და რაც მთავარია, აი ამ მომატებული ფასების ფონზე, აი ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აი ამ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე მდგომ ფონზე, აი ამ არეულობის ფონზე, როდესაც ვერ გაგვირკვევია პრეზიდენტი ყვავს, არა ყვავს თუ ორი ყვავს თუ რამდენია ბოლოს და ბოლოს, აი ამის ფონზე მინდა გითხრათ, რომ არავის ჩემს გარშემო არავის არ აქვს ახალი წლის განცდის შეგრძნება. შარშან კიდევ რაღაც იყო, მაგრამ აი წელს საერთოდ ვერ მიხვდები, რომ თუ აი რაღაც დღესასწაულის უფევს პირიქით, ხალხი დაზაფრულია, განერვიულებულია, გაღიზიანებულია და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ოჯახებშიც კი დაიწყო განხეთქილებები აი ამ პოლიტიკურ თუ ეკონომიკური კრიზისის ფონზე. აი ეს მოგვიტანა ჩვენ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის ბოლოსთვის.
კი, მაყურებელი გვირეკავს და პასუხოთ. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე რა მაინტერესებს ეთი რა აზრი გაქვთ თქვენ მონარქიის აღდგენაზე მაინტერესებს. დასაგებია. ლიზა, მოდით მე ჯერ დავასრულებ თუ შეიძლება ბატონო ჩემო და მონარქიაზე შემდეგ ვისაუბროთ, თუმცა მე ძალიან მოკლედ გეტყვით რომ ვფიქრობ რომ ჯერ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. ჯერ ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და საკითხი გვაქვს გადასალახი და მონარქიასთან დაკავშირებით კიდევ რაც შეეხება ბატონო ჩემო ძალიან ბევრი ნაბიჯებია გასავლელი იქამდე რომ ჩვენ მივიღოთ ზუსტად ის დადებითი თუ კი რაიმე შეიძლება ამ სისტემას კონდეს რაზედაც ახლა თქვენ საუბრობთ. ანუ ქვეყანა რა დროს მონარქიაზეა საუბარი თავზე გვეპყობა ყველაფერი ახლა მე მინდა პირდაპირ უშუალოდ ლიზა ვისაუბრო აი იმ პრეზიდენტებთან მიმართებაში რაც ხდება ეს არის ძალიან რთული სიტუაცია ახლა მე კითხვასაც აღარ გაცით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მცირე დრო გვაქვს და მინდა რომ აუცილებლად ეს ჩვენს ტელემაყურებლებამდე მივიტანო და ვთვლი რომ მათ აინტერესებთ ჩვენი პოზიცია უშუალოდ პატრიოტ ალიანსის პოზიცია ამასთან მიმართებაში მინდა გითხრათ რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ვაღიარებთ ვიცით და ასე ვთქვათ შევეჩვიეთ უკვე რომ აქ დემოკრატიული არჩევნები არ ტარდება ერთადერთი დემოკრატიული არჩევნები როდესაც პრეზიდენტის არჩევნებს შეეხება ხო ერთადერთი აი ასეთი არჩევნები და ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩემი გადმოსახედიდან გახლავთ ბატონი ზვიად გამსახურდია მას შემდგომ ჩვენ არ გვქონია ისეთი არჩევნები საპრეზიდენტო რომელიც არ იყო ძალდატანებითი გნებავთ იგივე უცხო ქვეყნებიდან გამომდინარე ანუ ყოველთვის ზეწოლა იყო უცხო ქვეყნებიდან როდესაც ჩვენთან არჩევნები მიმდინარეობდა. ჩვენი გადმოსახედიდან და ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი რომ სწორედაც გნებავთ იგივე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, გნებავთ იგივე ბატონი მარგველაშვილი, გნებავთ აი ეს და იგივე ეს ახალი ბატონი ყაველაშვილი, სამივე პრეზიდენტი ასე ვთქვათ დანიშნულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჩემი გადმოსახედიდან არც ერთი ლეგიტიმური არ არის და ლეგიტიმაციას არც ერთი არ იმსახურებს. ეხლა რაც შეეხება აი ამ ძალიან რთულ სიტუაციას, რომელშიდაც ჩვენ აღმოჩნდით 2024 წლის ბოლოსთვის, ეხლა ჩვენ ვაჯამებთ სიტუაციას და არ შეიძლება ამაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ 29 დეკემბერი გვაქვს წინ, ძალიან რთული დეკემბერი გვაქვს წინ და ძალიან რთული დღე და ძალიან მძიმე დღე. ეს იქნება რადიკალური გარდატეხის დღე იქნება ჩვენს შიდა პოლიტიკაში, მინდა გითხრათ, რამაც შეიძლება მართლა გამოუსწორებელი და ძალიან მძიმე შედეგი მიიტანო. როგორი მოლოდინი გაქვთ ხალბატონი რომ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ 29-ში არის ეს ის თარიღი, როდესაც თუნდაც სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემული, ვთქვათ, ვადა ხელისუფლებისთვის იწურება, ქართული ოცნებისთვის იწურება და თან გუშინ დაეწია ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ, ვთქვათ, ამერიკელი სენატორების მხრიდან თუ ასე ვთქვათ, დასავლელი ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელთაც თუ კი ქართულ ოცნებას იმედი ქონდა იმის, რომ ვთქვათ, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რაიმე გამოსწორდებოდა, აი ამითაც კი აი იმ განცხადებებით მივხვდით რომ სრულიად უსაფუძოა ასეთი ეჭვები მათი მხრიდან. ლიზა, სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ მე არ მაქვს კარგი პროგნოზები და კარგი გათვლები და როგორც წესი მე არ ვცდები ხოლმე ამ ჩემ პროგნოზებში და გათვლებში მე ჯერ კიდევ დაახლოებით 1 თვის წინ საუბრობდი იმის შესახებ რომ ქალბატონი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ რეზიდენცია, საპრეზიდენტო რეზიდენცია ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიებისთვის შტაბ-ბინად გადააქციოს, რაც და იქედან დაიწყება პროცესების მართვა და ამავდროულად მე ვსაუბრობდი იმის შესახებ რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ წინასაარჩევნოთ რომ გვეუბნებოდნენ რომ ტრამპი თუ მოვა ხელისუფლებაში და ყველაფერი შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში იგივე ევროპის დამოკიდებულება, იგივე ამერიკის დამოკიდებულება და ყველაფერი თავისთავადად დაწნაგდებოდა ქვეყანაში, სწორედ წინასაარჩევნოთ მე და თქვენ საუბრობდით ამ თემაზე და მე მაშინვე ვთქვი რომ ნუ ექნება ქართულ ოცნებას ამაზე გათვლა, პირველი იმიტომ რომ და ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თვითონ ბაიდენს იქ ბოდის გიხდეთ თვითონ ტრამპს იქ ხდება ისეთი საკითხები მოუგვარებელი და ისეთი რთული გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდება თვითონ თავის ქვეყანაშივე ბაიდენის დატოვებული იქ რაც საკითხებია ყველაფერი ეს მოსაგვარებელი ხო მას ნამდვილად დიდი სურვილით რომ მქონდეს მას საქართველოსთვის არ ეცლება მას აქვს თავისი სერიოზული პრობლემები და ამავდროულად ახლა ლიზა ამის პარალელურად ჩვენ აქ-იქ უკვე ვხედავდით იგივე იმ რესპუბლიკელი კონგრესმენების განცხადებებს რომელსაც დღესაც ყველა ჩვენ ვხედავთ და ეს რესპუბლიკური პარტია უნდა გვაუწყება რომ სწორედ წარმომადგენელი გახლავთ ამ რესპუბლიკური პარტიის
ამტკიცებს ბატონი ტრამპი და სწორედ მისი წარმომადგენლები კონგრესში აი საუბრობენ კონგრესმენები იმის შესახებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეგონოს საქართველოს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეცვლის რაღაცა კურსს და ტრამპის ადმინისტრაცია შეცვლის რაღაც კურსს და ბაიდენის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოს რამეს გააკეთებს, ხო? ანუ იგივე კურსს გააგრძელებსო ტრამპის ადმინისტრაცია და ამავდროულად თვითონ ეს რესპუბლიკელი კონგრესმენები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ტრამპი არავითარ შემთხვევაში საქართველოს არ აპატიებს დემოკრატიული გზიდან გადახვევას. აი პირდაპირ აი ესეთი მესიჯები მოდის. ანუ ისე სიმართლე რომ გითხრათ, ტრამპი თვითონ ძალიან არაპროგნოზირებადი პიროვნება, ძალიან რთულია ახლა პროგნოზებზე ვისაუბროთ, თუმცა ის წინა მოცემულობა რაც არის და რაზედაც ჩვენ საუბრობთ, არაფერი სახარბიელო არ არის ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ ახლა რასაც ხედავთ ჩვენ, რომ 29 რიცხვისთვის ქალბატონი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომ ბრძანებს, რომ მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ და მე არ გავალ, ვთქვათ, ამ შენობიდან, იცით რა, თუ კი თulis რომ იგი ლეგიტიმური პრეზიდენტია მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით ვადა უსრულდება, ანუ ისიც ვერ უნდა იყოს ლეგიტიმური, ხო, ვერცერთ შემთხვევაში. აქ არაფერი არ ხდება საიმისოდ, რომ პრეზიდენტის ვადა უნდა გაგრძელდეს. თუმცაღა მოითხოვენ, რომ ვადა უნდა გაგრძელდეს და უნდა დაინიშნოს მეორე არჩევნები. მაგრამ თუ კი ქალბატონი პრეზიდენტი თulis, რომ იგი მთელი ქვეყნის პრეზიდენტია და არა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი, როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ გქონდა მარგველაშვილთან მიმართებაში, როგორი შემთხვევაც გქონდა ჩვენ სააკაშვილთან მიმართებაში, ანუ ჩვენ ქვეყნის პრეზიდენტები კი არ გვევლინებიან, ჩვენ გვევლინებიან მიკერძოებული პრეზიდენტები, აი ამ ფსევდოლიბერალური ფრთის, ხო? ეხლა თუ კი ქალბატონი პრეზიდენტია და თუ კი მას მშვიდობა უნდა ქვეყანაში, თუ კი იგი არ ცდილობს, რომ ქვეყანას პოლარიზება უფრო და უფრო გაღრმავდეს, ჩემი გადმოსახედიდან ლეგიტიმური პრეზიდენტი სადაც არ უნდა იყოს საკუთარ სამზარეულოში რომ მიჯდეს, იგი მაინც ლეგიტიმური იქნება. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, იგი დაიკავებს ამ შენობას თუ არა, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ამ შენობის დაკავება და ეს უტიფრად იმაზე საუბარი, რომ ეს შენობა დარჩება პრეზიდენტის განკარგულებაში, ხო? მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ იქ იყოს შტაბი, აი აქეთ არის მიმართული და იქ შტაბის არსებობა კიდევ ლიზა რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ პოლარიზება უფრო და უფრო მეტად უნდა მოხდეს და ეს პოლიტიკური კრიზისი უფრო მეტად და მეტად უნდა გაღრმავდეს. მოკლედ გითხოთ ქალბატონი, როდესაც ვხედავთ, რომ აი ასეთი კრიზისული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, გამოსავალი არჩევნების გარეშე წარმოგიდგენიათ თუ არა, იმიტომ რომ ვხედავთ ქართული ოცნება ჯიუტა დასრულებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, არავის არ უსმენს გარდა საკუთარი თავისა და საკუთარი რეპეტიტორისა და ვხედავთ რა შედეგი მოაქვს ამას, ოდესაც არავინ აღარ დარჩა კარგის მითქმელი არ ჩვენს ვთქვათ ხელისუფლებაზე, არც იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არავინ აფასებს ამას დადებითად და ვხედავთ რამდენად აზიანებს ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას. აი წარმოგიდგენიათ თუ არა არჩევნების გარეშე რომ შემდეგი 4 და 5 წელი, აი ვთქვათ, შეძლოს თუნდაც იმ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ან 4 წელი პარლამენტმა აი ასეთ მდგომარეობაში იფუნქციონიროს ერთპარტიულად. კი ბატონო, გიპასუხებთ აუცილებლად, ლიზა, მე მხოლოდ არგუმენტი მინდა მოვიყვანო საიმისოდ, რომ ჩვენ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი ფრთის პრეზიდენტი და არამც სრულიად საქართველოს პრეზიდენტი. ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ იგი დაიწყებდა აქტიურ შეხვედრებს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იღებდა მონაწილეობას არჩევნებში და რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ თუ კი ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუ კი ის ფრთა, რომელმაც თქვათ, გაყალბების შედეგად პირდაპირ მინდა ვთქვა, გადალახა ის ბარიერი, რაც გადალახა, ხო, ეს წინასაარჩევნო ბარიერი. თუ კი ისინიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენც ხო ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, ანუ ჩვენც გადალახული გვაქვს ის ბარიერი და უფრო მეტიც, გაცილებით მეტი გვაქვს აღებული, ვიდრე თქვათ, იმ სხვა ოპოზიციურ, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ჩვენს ხარჯზე გაყალბება და მათთვის მიწერება ჩვენთვისაც ხომ გაყალბებული არჩევნებია. მაგრამ რატომღაც შემდგომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ იგი შეხვდება მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებს და ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც გადალახეს ის ბოდიშვიხტი გადალახეს ის წინასაარჩევნო ბარიერი. ანუ კვლავ და კვლავ მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ ვხედავთ აი ასე დაყოფილ საზოგადოებას და ამ დაყოფილი საზოგადოების ერთი ნაწილის სათავეში დგას ხელისუფლება, მეორე ნაწილის სათავეში დგას ქალბატონი პრეზიდენტი. აი ვინ ახდენს დეპოლარიზებას და რატომ იხლიჩება და რატომ იქნება ეს პოლიტიკური კრიზისი. თუ კი შენ ხარ პრეზიდენტი, თუ კი შენ ხარ მოტივირებული იმისათვის, რომ ქვეყანაში ასეთი რთული კრიზისი გამოასწოროს
გასწორო და რაღაც დადებითი ძვრები წავიდეს, შენ უნდა შეეცადო ყველანაირად რომ ეს პოლარიზება, დეპოლარიზებად აქციო. ანუ უნდა შეაერთო ეს საზოგადოება და უნდა შეარიგო. შენ შემარიგებელ ნაბიჯებს უნდა ადგავდე, პირდაპირ კრიზისისკენ კი არ უნდა მოუწოდებდე და რაღაცა დაპირისპირებისკენ კი არ უნდა მოუწოდებდე. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ლიზა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ეს ქვეყანა დაწყმარდეს და დამშვიდეს არჩევნების გარეშე, მაგრამ ეს არჩევნები ეხლა მე საუბრისა და თავშივე დავიწყე საუბარი, რომ რატომღაც ჩვენ და საუბედუროთ მივეჩვიეთ ჩვენ იმას, რომ უჩემი ხმა მაინც დაიკარგება, რა აზრი აქვს არჩევნებზე ჩემს წასვლას, იმიტომ რომ არჩევნები მაინც გაყალბდება, მაინც ის ციფრები დაიწერება, რაც უნდა დაიწეროს, ხო? იმ შედეგს მივიღებთ, რა შედეგიც წინასწარ არის გაწერილი, თუ კი ჩატარდება და აუცილებლად უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და რეალურად გამჭვირვალე არჩევნები, არჩევნები არ უნდა გაყალბდეს და ყველა მიიღოს ის, რაც უნდა მიიღოს. მოდით პირდაპირ თქვათ, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება მიიღებს თავისას, მაგრამ მიიღებს იმდეს, რეალურად რამდენი ხმაც მას აქვს და რამდენი ამორჩევილიც მას ყავს. აუცილებლად, ნუ ვიტყვით იმას და იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ ქართული ოცნება იმ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, რა თქმა უნდა გადალახავს. მეორე, ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ნაციონალური მოძრაობა სრულად გაქრება და იგი ხმას ვერ მიიღებს, ნაციონალური მოძრაობები, ასე ვთქვათ. თუმცა ამ ნაციონალურ მოძრაობებში გაერთიანებული ეგრეთ წოდებულ კოალიციებში სხვადასხვა პარტიები საერთოდ ვერ გადალახავენ, ისინი ცალ-ცალკე თუ გავლენ არჩევნებში, ნამდვილად ვერ მიიღებენ იმ საარჩევნო ბარიერისთვის საჭირო ხმებს. და რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ თუ მოგცემენ იმის საშუალებას, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ თუ მოგცემენ იმის საშუალებას, რომ იმ ხმებს, რასაც მივიღებ და რასაც ყოველთვის ვიღებთ, ჩვენ დაგვიტოვებენ და არ გაგვიქარწყლებენ და ნაციონალებს არ მიაწებებენ, რა თქმა უნდა, პატრიოტთა ალიანსი იქნება საკანონმდებლო ორგანოში და იქნება წარმოდგენილი სწორედ იმ ძალით, რომელიც შეძლებს, რომ დააზაოს ეს სიტუაცია და რეალურად რაღაცა წინსვლები და რაღაც საქვეყნო კანონები მივიღოთ პარლამენტში. მერწმუნეთ, რომ პატრიოტთა ალიანსი დემოკრატიული არჩევნები თუ კი ჩატარდება ქვეყანაში, მოხდება იმ პარლამენტში სწორედ იმ ძალით, რომელიც არავითარ შემთხვევაში აღარ მიცემს აღარც იმ ნაციონალურ მოძრაობებს და აღარც იმ ქართულ ოცნებას, აი ამ დაპირისპირების საშუალებას და რომ გადაგვაყოლეს ამ თავის დაპირისპირებას და დროს რომ ტყუილად გვაკარგინებენ და ქვეყანა წინსვლით კი არა, კატასტროფულად უკანსვლით რომ მიდის აი ამ დაპირისპირებების ფონზე. და აღარ მივცემ ჩვენ იმ საშუალებას, რომ აი სიბინძურე რაც ხდება საკანონმდებლო ორგანოში, ახლა ლიზა, ნუ რავის, ნუ გაუკვირდება, რომ ეს დაპირისპირება ესე გამძვაფრდა. ნუ რავის, ნუ გაუკვირდება, რომ ეს ბილსიტყვაობა გვესმის ქალიდან თუ კაცისგან, იმ დემონსტრანტებისგან თუ პოლიციის მხრიდან, ხო? ნუ რავის, ნუ გაგვიკვირდება და რა გვესმის ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში? ბილსიტყვაობის, ლანძღვაგინების, ერთმანეთთან დაპირისპირების, ჩხუბის, ცემატყეპის მეტი ჩვენ რამე გვინახავს? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის თავი, ხო? ქვეყნის სათავია, აქედან უნდა მოდიოდეს ყველაფერი და მოდის ის, რაც იქ ხდება. ის ყველაფერი, ის სიბინძურე გადმოიღრებოდა ადრე თუ გვიან აუცილებლად ქუჩებში გადმოიღრებოდა. ეს რა თქმა უნდა ასე იქნებოდა და მივიღეთ ის, რა პარლამენტიც ყავდა და რისი პარლამენტის შენარჩუნებაც და როგორი პარლამენტის შენარჩუნებაც სურს ქართულ ოცნებას, კვლავ ამ 4 წლის განმავლობაში, ხო? მივიღებთ რა თქმა უნდა ძალიან რთულ სიტუაციას. ქალბატონმა მე ინტერაქტიულ ეთერს ვუძღვებოდი დღეს და იქ ჩვენ საუბრობდით ეკონომიკურ შეჯამება გავაკეთეთ წლის როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური და ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მოვისმინეთ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კი ყველაფერი კარგად არის და მოვისმინეთ ასევე ადამიანების, რომლებიც მართლა საკუთარი გულიდან იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომლებიც შეწუხებულები არიან იმ მოცემულობით, რომ არც ეხალწლებათ, არც იმის საშუალება აქვთ, რომ თუნდაც პროდუქტები შეიძინონ და ღირსეულად თქვათ, აი სუფრა გაშალონ და აი ასეთი რაღაც ფუფუნებისთვის საკუთარი თავისთვის არ დაინანონ თანხები, რომ შეხვდნენ ელემენტარული ახალწელს და მოვისმინეთ ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს ამის საშუალება, რომ ახალწელს მომზადებული შეხვდეს და ერთ-ერთმა ქალბატონმა მკითხა, ბუნებრივია ალბათ აინტერესებდა თუ რამდენი აქვს პარლამენტარს ხელფასიო და მე ვუპასუხე, რომ 3-დან 4,000-მდე იყო დაახლოებით პარლამენტარის ხელფასი და აუცილებლად მინდა ეხა გავაჟღერო და უთხრა 11,600 ლარიდან 14,600 ლარამდე იზრდება პარლამენტართა ხელფასები იანვრიდან და ეს ინფორმაცია გავაჟღეროთ და
რაღაცნაირად აი გამიკვირდა, იმიტომ რომ მე პირადად არ დაგიმალავთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ზარმაცი ადამიანი, ორ სამსახურში ვმუშაობ, იმდენი შემოსავალი მაინც არ მაქვს, რომ თვითონ თვემდე ვთქვათ, რაღაც არ დამჭირდეს დამატებითი შემოსავალი და იმ ხელფასით ვიცხოვრო, ხო? ამ შემთხვევაში, როდესაც 14000 და 15000 აქვს პარლამენტარს, რას ვეუბნებით გაჭირვებულ ადამიანებს, როგორ უნდა იყიდონ საკვები პროდუქტები, რომელიც მართლაც კოლოსალურად გაძვირებულია. მე ვსაუბრობდი, რომ წიწიბურა და ბრინჯი პირველად იმოხმარების, ასე ვთქვათ, ელემენტარული, რაც ყველა ოჯახს დილას აღამოს ჭირდება, 8-9 ლარიღის სუპერმარკეტების ქსელებში და ამ მდგომარეობაში ხორცი მენატრებაო ერთ-ერთმა მაყურებელმა დარეკა და მითხრა პირდაპირ. აი, რას ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ იმიტომ არ ესმით პარლამენტარებს თქვენი პრობლემები, რომ მათ ვერ გძნობენ ის ადამიანები, უბრალოდ გაძვირებულ ცხოვრებას და 15000 აქვს ხელფასი და ბუნებრივია ამ ადამიანებს ეს არ შეაწუხებთ. ლიზა, სწორედ ამით დავიწყე მე საუბარი, ეს გაზრდილი ხელფასები, მაგრამ მე მინდა ძვირფას ქალბატონს მივმართო, ხლა თუ კი გვისმეს და რომელმაც მოისმინა და გაიგო, რომ 15000-მდე პარლამენტარის ხელფასი, არა ლიზა, 15000 არ არის პარლამენტარის ხელფასი. ამ 15000 უნდა დაუმატოთ თქვენ კიდევ ყოველთვიური დანამატები. თქვენ უნდა დაუმატოთ ყოველთვიური თითქმის პრემიები. ამას უნდა დაუმატოთ კიდევ გარდა ამისა ამის ზევით კიდევ კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის მოადგილის, სხვადასხვა კომისიებში მუშაობის ხელფასები და მინდა გითხრათ, რომ ეს შეიძლება თვეში 20000 და მეტიც გამოვიდეს, 25000, 23000, ასე რომ აქ 14000 და 15000 რა თქმა უნდა, საწავი ტრანსპორტი ეს კიდევ ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, ხო? ასე რომ სამომხმარებლო კალათაზე რომ საუბრობდი, მე შემთხვევით არ მithქვამს, ანუ ჩვენ რიგით მოქალაქეებს, უბრალო მოკვდავებს, საცუდავ ადამიანებს 242 ლარი და 262 ლარი და 40 თეთრი უნდა იყოს თვიდან თვემდე და მათ კიდევ ეს მათთვის ეს საკმარისიც არ არის. მინდა გითხრათ, რომ იქ უდიდესი ნაწილი წარმოდგენილია კვლავ და კვლავ მილიონერები, რომლებსაც აქვს კიდევ თავისი ბიზნესები, ანუ ძალიან რთულია განსაზღვროთ მათი ხელფასები პლუს თავისი ბიზნესებიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რასაც ისინი იღებენ. რა თქმა უნდა, აი ლიზა, რატომ ხდება ის, რომ ეს ხალხი, ამდენი ხალხია გარეთ გამოსული, ხო? მე ისევ იმ ძალიან რთულ პრობლემას ვუბრუნდები, აი ამდენი ადამიანის გამოსვლას, რომ ეს პროტესტი არ ცლება. თქვენ გონიათ, რომ აქ მხოლოდ ის პოლიტიკური კრიზისია? ხალხი გამოდის სწორედ აი ამ გაჭირვების გამო, აი ამ იცით უსამართლობის გამო. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რატომ გამოდიან ეს ახალგაზრდები, მე სწორედ არ მახსოვს, მე მგონი წინა ეთერში ვსაუბრობდი იმასთან დაკავშირებით, რომ აბა რას ელოდა ქართული ოცნება ის 25 და 26 წლის ახალგაზრდებით რომ არის გაჯიჯგილი ის ჩვენი თავისუფლების თუ რა ქვია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ნუ დაგვავიწყება რომ ეს ბავშვები იყვნენ 12 წლისანი, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა, ხო და მე კვლავ და კვლავ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო სუფთა დაფა, რასაც დაწერდა ქართული ოცნება, რომ ეუბნებოდა რომ ის ევროპული განათლება კარგი იყო და ის ევროპა რომ კარგი იყო. დღეს ეს ბავშვები რას ხედავენ, ლიზა? ხედავენ რომ ევროპული განათლება ხელიდან ეცლება. დიახ, საერთაშორისო ექსპერტები სწორედ ამ საგანმანათლებლო სისტემაში ჩვენ გვესაუბრებიან უკვე იმის შესახებ, რომ საქართველოს შესაძლებელია გამორიცხულ იყოს იმ საერთაშორისო განათლების კომიტეტებიდან და ორგანიზაციებიდან ამ ბოლონის პროცესთან მიერთებულები რომ ვიყავით. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდები ვერანაირ განათლებას საზღვარგარეთ ვეღარ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სასკოლო ატესტატი უკვე არანაირი ფუნქცია, აღარანაირი ძალა აღარ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საქართველოში დამთავრებულ დიპლომს არანაირი ძალა არ ექნება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ლიზა კიდევ იცით რა არის, რომ უცხოეთიდან ამდენი სტუდენტი რომ არის შემოსული და ამდენი სტუდენტი რომ სწავლობს, აღარც ერთი სტუდენტი ჩვენთან აღარ შემოვა, იმიტომ რომ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემებს უკვე ფასი უნივერსიტეტებს ფასი აღარ ექნება და აღიარება ექნება. ანუ ბავშვების აი ეს სეგმენტი და ეს ნაწილი ბავშვებისა, რომლებიც ევროპაზე არიან და ამ განათლებაზე არიან ორიენტირებულები, აი სწორედ იმ პროტესტის გამოდგანან იქ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ იქ მარტო ახალგაზრდები არა, იქ სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა სპეციალობების, ფაქტიურად ყველა სპეციალობის ადამიანია და ინტელიგენცია უკვე იქ წარმოდგენილი, ხო? ნუ დაგვავიწყდება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ რომ ზურგი ვაქციეთ რუსეთს და რუსეთთან არანაირი ურთიერთობა აღარ ქონდა, ხო? ის რაც ვინც ადრე ბიზნესი დააბანდა რუსეთში, ვისი
ოჯახის წევრებიც რუსეთში წავიდნენ, ეს უკვე წინა თაობა გესმით, მაგრამ ის ახალი თაობა, ახალგაზრდების თუ მათი მშობლები, ხო? მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ მიბმულები არიან ამ ევროპასთან. ანუ გამოდის ის, რომ ჩვენ მარტო მომავალზე კი არ ფიქრობენ ეს ხალხი და მომავალს კი არ აპროტესტებენ სწორედ აი ამ ტერიტორიებზე. მინდა და ამ აქციებით, ხო? ისინი აპროტესტებენ იმას, რომ კარგავენ უკვე იმას, რაც ხელთა აქვთ, გესმის, რეალობას კარგავენ და დღევანდელობას კარგავენ, უკვე მომავალზეც აღარ არის საუბარი. აი ეს მივიღეთ სამწუხაროდ ქართული ოცნების 12 წლის ხელმძღვანელობის ქვეშ და აი ასეთი ახალი წელი გაგვითენდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, მინდა გითხრათ, რომ 29 დეკემბრიდან კატასტროფული სისწრაფით და ძალიან სწრაფად წარიმართება სხვადასხვა პროცესები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ნახეთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე მაყურებელსა თუ რამდი მსმენელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და მშვიდობას უსურვებ თითოეულ ოჯახს და ჩვენს მაყურებელს რადიო მსმენელს კეთილდღეობას უსურვებ საქართველოს. მადლობა რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად გადაცემის ამ ნაწილში პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი ირმა ცხორაგაული გსტუმრობდა და გადაცემას კი ლიზა კვესელავა უძღვებოდი ნახვამდის.